დილიდან გამოსულები ვართ ინტენსიურად წვიმს ქალაქში. ამ ყველაფერს მიენიჭა სტიქიის კვალიფიკაცია. Ხონდა პრობლემური ლოკაცია თეთრხიდან ტაბიძის ქუჩაზე და შედარებით პატარ-პატარა ზომის პრობლემები, რომელსაც არ შეუქმნია რაიმე სერიოზული საფრთხე. ამ წუთშიც მუშაობთ მონიტორინგი ჯგუფი გასულია ადგილზე. დღის განმავლობაში დააკვირდება ნალექის ინტენსივობას, იქ სადაც ჩვენგან არის საჭირო ჩარევა ვერევის პროცესებში. Წვიმის ინტენსივობა მათ იკლობს, პირდაპირ დღის მეორე ნახევარში მოიცლებს. შესაბამისად უფრო მოგვეცემა, ასე რომ ვთქვათ, რეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საშუალება. Ძალიან არხი ყველა გაწმენდილია აბსოლუტურად ის მოვლა პატრონობაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი რათა გაწმენდაზე ჩვენი კომპანია პასუხისმგებელი ინტენსიურ ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება სანიარფები ბინა მაგრამ ბინაიდან და რადგანაც წვიმის ინტენსივობა იყო მაღალი ნალექების რაოდენობა ასე რომ ნალექების რაოდენობამ და წვიმის ინტენსივობა მიანიჭა მას ლიფტის გამო მიანიჭა მას სტიქია შესაბამისად გამოიწვია შეფერხებები. Გიორგი, კიდევ ერთი, შერვაშიძის ქუჩასთან დაკავშირებით ხშირად მოგმართავენ მოქალაქეები და კონკრეტულად ვერ გეტყვით ამ ქუჩასთან დაკავშირებით, მაგრამ სანიარული არხების მოწყობას და მის ასე რომ ვთქვათ მონტაჟს ის საფართან ერთად ის სამშენებლო კომპანიებს რომელმაც განახორციელა მისი მოწყობა და აქ შეეხება გაწმენდას, მოვლას მაგაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და კიდევ ერთხელ სულ პასუხისმგებლობთ ქალაქში ყოველ დღიურ რეჟიმში იქმნდება ხვარსადენის ქსელი სხვადასხვა ქუჩებსა თუ ლოკაციებში.